რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაცნობაზე და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად დღეს ტურიზმის დეპარტამენტში შეხვედრა გაიმართა. უკრაინელი ტუროპერატორების წარმომადგენლები რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ მიმართულებით ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ საქართველოსა და კერძოდ აჭარის მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინა. მათი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მათ საშუალებას მისცემს აჭარის მიმართულებით ტურები უფრო შინაარსიანად დაგეგმონ. 10 კაციანი ტუროპერატორების ჯგუფი აჭარაში 5 დღეს დარჩება. ამ ხნის განმავლობაში ისინი რეგიონის სასტუმროების მენეჯმენტს გაეცნობიან, ასევე გაეცნობიან ღირსშესანიშნაობებს. სამომავლოდ ბათუმს უკრაინული პრესის წარმომადგენლები ეწვევიან და საკუთარ ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში ბათუმის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას გაუწევენ. დღეს ტურიზმის დეპარტამენტი მასპინძლობს უკრაინიდან ჩამოსულ ინფოტურს, რომელიც შედგება სხვადასხვა უკრაინული სააგენტოებისაგან. ბუნებრივია, უკრაინელი სააგენტოები ხვდებიან დღეს ჩვენთან ასევე ადგილობრივ სააგენტოებს, რომელთანაც მათ აქვთ კონტაქტების გაცვლა და ასევე ისინი გეგმავენ სამომავლო თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. აჭარაში ჩამოსული უკრაინელი ტუროპერატორები, რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონსაც გაეცნენ. სასიამოვნოა, რომ დიდი აქცენტია გაკეთებული და ქალაქი უკვე ძალიან ლამაზი და მშვენიერია. მიმზიდველი არის ტუროპერატორებისთვის, ტურისტებისთვის და ჩვენთვისაც როგორც ტუროპერატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ეს ინერცია არ დაიკარგებათ.